დავიწყებ ქალისა და პოლიტიკისა მიმართებაში სამი ძალიან ახალი, ასე ვთქვათ, ახალი ამბით, რომელიც ჩვენის აზრით, ჩემის აზრით არის საინტერესო. რა მოხდა გასული თვეების განმავლობაში ხალხთა პოლიტიკური დაწინაურების მხრივ ზოგადად მსოფლიოში სამი მოვლენა ამოვარჩიე. პირველი მოვლენა ეს არის, რომ პირველად პარიზის ისტორიაში ქალი გახდა პარიზის მერი. ეს არის სოციალური პარტიის წარმომადგენელი ანა ჰიდალგო, რომელიც იყო პარიზის პირველი ვიცე-მერი. მე მას შევხვდი რამდენჯერმე და სხვათა შორის როდესაც ვკითხე და ძალიან საინტერესოა ეს ფენომენი ჩემის აზრით, თუ როგორ არის თქვენი პოლიტიკაში მოსვლის სცენარი, მითხრა რომ მოვედი მე პოლიტიკაში პროფკავშირებიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ქალი პოლიტიკოსების, ასე ვთქვათ, პოლიტიკაში მოსვლის სცენარი, იმიტომ რომ მე კიდევ ერთ პოლიტიკოს დაგიხსენებთ, დაგისახელებთ. ეს არის მაგალითად გოლდა მაიერი, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე პროფკავშირებით მოვიდა პოლიტიკაში. და სულ ახალხანს არის თეორია მიცის ყავდა ჩვენ სტუმრად ლეიბორისტული პარტიის წევრი ბრიტანეთიდან, რომელიც 12 წელი არის ბრიტანეთის ინგლისის პარლამენტის წევრი, რომელმაც ამ ქალბატონმა მეგმარმა გითხრა, რომ მე პოლიტიკაში მოვედი ასევე პროფესიული კავშირებიდან და პროფკავშირებიდან. იმიტომ რომ ეთყობა ეს იმდენად დემოკრატიული მართვის სისტემა არის, წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ბაზისს იმისათვის, რომ ქალები მოვიდნენ პოლიტიკაში. მე სხვათა შორის ანას ყავდა მოწინააღმდეგე ქალი, ყოფილი ენერგეტიკისა და გარემოსდაცვის მინისტრი, მეორე ტურამდე მივიდა საქმე და შემდგომ დაახლოებით 8%-იანი უპირატესობით ანა ჰიდალგო გახდა პარიზის მერი. მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა არის ასევე ეგვიპტესთან დაკავშირებით, გეტყვით რომ თებერვალში პირველად ეგვიპტის პოლიტიკის ისტორიაში ქალი გახდა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე. ეს არის ლიბერალური განხრის პარტია, რომელიც რო გადავთარგმნით იკითხება როგორც კონსტიტუცია და ქალი გახდა დაახლოებით 109 ხმა მოაგროვა 180 ხმიდან ამ ქალბატონმა და რატომ არის საინტერესო ამ ქალის მოსვლა ამ პარტიის თავმჯდომარედ, თუნდაც იმიტომაც რომ მან შეცვალა ნობელის პრემიის ლაურეატი მუჰამედ ალ-ბარადეი, რომელიც არის საკმაოდ ცნობილი პოლიტიკოსი ეგვიპტეში და მისი შეცვლა იყო, ის განიხილებოდა როგორც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა და ამიტომ ასე ვთქვათ, მისი შეცვლა ძალიან რთულად წარმოედგინა და სწორედ ქალმა შეცვალა იგი ამ პარტიის ლიდერის პოსტზე. და საინტერესოა რომ დღეს მიმდინარე ეგვიპტეში მოვლენებთან მიმართებაში ეს არის საკმაოდ დიდი პროგრესი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახლა მუსულმანი ძმები პარტია არის ასე ვთქვათ მმართველი და ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის კუთხით გარკვეულ რეგრესთან გვაგადგილდა ისეთ ნიუსებს ვკითხულობ ხოლმე, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნოა. და მესამე საინტერესო მოვლენა სულ აპრილის თვეში, რამდენიმე დღის წინ, 3 დღის წინ იყო ჰილარი კლინტონის შეხვედრა მარკეტოლოგებთან, რაღაც ცნობილი კონფერენცია, სადაც როდესაც მას დაუსვეს კითხვა აპირებს თუ არა იგი იყაროს კენჭი პრეზიდენტად, განაცხადა რომ მე ამაზე ვფიქრობ, ვაგრძელებ ამაზე ფიქრს და როგორც ჩანს, იგი ძალიან მალე მოგვევლინება კანდიდატად, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ სხვათა შორის ერთ საინტერესო რამეს გეტყვით, იგი ერთადერთი სახელმწიფო მდივანია, რომელსაც 112 ქვეყანა მოიარა, არც ერთ მის წინამორბედს და შემდგომ ამ პოსტზე ვინც იყო, ამდენ ქვეყანაში ვიზიტი არ ქონია. და საინტერესო არის ის, რომ დემოკრატების 65% დღეს ამბობს, რომ ის სიამოვნებით დაუჭერდა ქალს და ჰილარი კლინტონს საპრეზიდენტო კანდიდატად. ანუ ეს არის გარკვეული ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქალები ალბათ ამერიკას ეყოლება პრეზიდენტი ქალი და ამ სტერეოტიპსაც გარკვეულწილად დაანგრევს. ეხლა დაუბრუნდეთ რა თქმა უნდა ჩვენს რეალობას და შევეცადოთ პასუხი გავცეთ იმ კითხვას, ვის არსებობს ქალი პოლიტიკაში და რა ვითარება არის დღეს ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ მე ესე დავარქმევდი შაბლონისტი მორალისტები ძალიან ხშირად რიტორიკული სიცარიელით გლობნებიან, რომ
ქალებისთვის პოლიტიკაში მოსვლა ეს არ არის პრობლემა. მე ძალიან ბევრი პოლიტიკოსისგან გამიგიერებს ჩვენ საუბრობთ ამ სტერეოტიპებზე, დისკრიმინაციაზე და ასე შემდეგ და გვეუბნებიან რომ მოგწადით პოლიტიკის კარი თქვენთვის ღია, სცენა ღია, მოგწადით იყავით პოლიტიკაში, ვინ გიშლით ხელს. მაგრამ ესე და ისევ გავიმეორებ, ეს არის შაბლონისტი მორალისტების, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, პასუხი იმაზე, თუ რატომ არ არიან დღეს ქალები პოლიტიკაში, უფრო სწორად რატომ არ სურთ მათ ქალებს ძალაუფლება გაუზიარონ. დღეს საქართველოს პარლამენტში დაახლოებით 11% არის ქალი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაახლოებით 10.5 და უფრო უარეს შედეგს ველოდებით ადგილობრივი არჩევნებისთვის და ამაზე ცოტა განვავრცოთ, თუ თქვენთვის არის საინტერესო, საიდან და როგორ და რა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს. ანუ ჩვენ რა გვაქვს სამი ძირითადი ფაქტორი, რატომაც ვამბობთ, რომ ქალები უნდა იყვნენ პოლიტიკაში. პირველი ეს არის რაოდენობრივი არგუმენტი, ქალები ვართ რაღაც 50 საქართველოში მაგალითად 53% მოსახლეობის, ამორჩევლების 56% და ჩვენ ადეკვატურად უნდა ვიყოთ ასახული გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკებში. მეორე ეს არის ეგრეთ წოდებული ინტერესთა არგუმენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალებს და მამაკაცებს განსხვავებული ინტერესი გააჩნიათ და შესაბამისად, როდესაც ხდება გადაწყვეტილების მიღება, ეს ინტერესები უნდა იყოს აგრეგირებული, ანუ ორივე სქესის ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული. მესამე არგუმენტი ეგრეთ წოდებული გამოცდილების არგუმენტი, რომ ქალებსა და მამაკაცებს განსხვავებული გამოცდილება გააჩნიათ და იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ასევე ჩვენ გვეხება, აუცილებელია, რა თქმა უნდა, ჩვენ მონაწილეობდეთ. ძალიან საინტერესო რაღაცა მითხრა ერთმა შვედმა ქალბატონმა და მე მგონია საქართველოსთვის აი ამ მაგალითზე და ამ ქალის, ასე ვთქვათ, მოსაზრების გავრცობა არის ძალიან საინტერესო, რომ ჩვენ გვაქვს ხოლმე ვთქვათ ქალი უნდა იყოს დიასახლისი დედა და ეს არის მისი მთავარი ფუნქცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ქალბატონმა მითხრა, რომ თქვენი ქვეყანა ვერასოდეს ვერ მიაღწევს ეკონომიკურ განვითარებას, ვერასოდეს ვერ მიაღწევს პროგრესს, თუ ქალი, როგორც შრომითი რესურსი, როგორც გონებრივი რესურსი არ იქნება მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაში, ასე ვთქვათ, გამოყენებული. შვედეთში არის ეს, რომ თუ დღეს მაგალითად ქალი და მუშაობს მხოლოდ ოჯახის ერთი წევრი, ან ცოლი, ან ქმარი, ეს არ ნიშნავს უკვე კეთილდღეობას ავტომატურად, იმისთვის რომ იყოს ოჯახი, ასე ვთქვათ, გარანტირებული კეთილდღეობით, ანუ ამ საარსებო მინიმუმზე და იმაზე არ არის საუბარი, რა თქმა უნდა, თქვენ ხვდებით. ამიტომ საჭირო არის როგორც ქალიც, ასევე მამაკაცი ჩართული იყოს ქვეყნის ეკონომიკის თუ რა იქნება რა სფერო იქნება არა აქვს მნიშვნელოვანი განვითარებაში, იმიტომ რომ ჩვენ რა ვიცი, თქვათ ქალებმა არ იმუშავეს სხედან სახლებში, როგორც ეს ბევრ მამაკაცს სულს და ისინი აბსოლუტურად არ მონაწილეობენ მთავარ პროცესებში. იქნება ეს ეკონომიკური პროცესი, პოლიტიკური პროცესი და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს ქალი ასე ვთქვათ თეორიას ავითარებს, რომ შეუძლებელია გენდერულ თანასწორობაზე ჩვენ ვისაუბროთ მაშინ, რაც ქვეყანა ეკონომიკურად იქნება ძლიერი, არამედ გენდერული თანასწორობა უნდა იყოს საფუძველი იმისა, რომ ქვეყანა გახდეს ეკონომიკურად ძლიერი. აი, როდესაც მე კვლევას ვაკეთებდი პარლამენტში, თუ რამდენად გენდერულად არის ასე ვთქვათ, სენსიტიური, ბევრი პარლამენტარისტმა სამწუხაროდ მოусმინე ესეთი რა, რომ აი მე ჩვენ ჯერ გვაქვს ეს პრობლემა, გვაქვს სოციალური პრობლემა, გვაქვს ეს პრობლემა, გვაქვს ეს პრობლემა და საერთოდ არ გვსალია ჩვენ ხარ გენდერული საკითხებისთვის და გენდერული თანასწორობისთვის და ვეუბნები თქვენ როდისმე გიფიქრიათ, რომ ამ პრობლემის გადაჭრით დავიწყოთ ჩვენ სხვა პრობლემების გადაჭრა. და მეუბნებოდნენ, რომ არც უფიქრიათ და ამ ეტაპზე არც აქვს წარმოქმნა, როგორ შეიძლება ეს პრობლემა ებმოდეს სხვა პრობლემის გადაჭრას. აი მაშინ რა ქვია, რომ გამოდიოდა ხმა ქართული ქალის გაზეთი ალბათ ძველი, ეს რომ დამდგენდა იცით ალბათ ქუთაისში, იქ ერთმა ქალბატონმა ესეთი წერილი გააკეთა, რომ როდესაც ქალებზე საუბრობენ და მათ ეკონომიკურ განვითარებაზე, იცით რა მოსაზრება იყო იმ პერიოდში, რომ ქალებმა კი ბატონო იმუშაონ, მაგრამ არ არის სამუშაო ადგილები კაცებისთვის, არათუ ქალებისთვის. ანუ ახლა საუბრობთ ეს 10-20 წლებზე, რომელიც ჩვენ ხშირად გვესმის, ხო, სად არის ქალის სამუშაო ადგილები, მართლა გვესმის ეს რაღაც აბსურდული მოსაზრებები და ეს ქალბატონი წერს ამ გაზეთში, რომ ქალი, რომელიც ამ ფულს იშოვისო, თქვათ,
ამ ფულს მარსზე ან უფრო სხვა პლანეტაზე კი არ წაიღებს, ადგებაო და დედამიწაზე დახარჯავს, მოახმარს თავის მეუღლეს, მოახმარს თავის შვილს და რაღაც ეს აბსურდული მოსაზრება ომის შესახებ, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილები და ასე შემდეგ ქალთან მიმართებაში იმთავითვე არის აბსურდულიო. პოლიტიკას რო დაუბრუნდეთ და ისევ პოლიტიკოსებს დღეს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ჩემი აზრით, ანუ ეს აბსოლუტურად ჩემი მოსაზრებებია, ასე რაღაც არ წამიკითხავს, როგორ შეიძლება იყოს ანუ კითხვას რო გავსვათ პასუხი, ვის არ სურს ქალი პოლიტიკაში? არ სურს პოლიტიკურ პარტიებს, არ სურს ამომრჩეველს თუ არ სურს უბრალოდ ჩვენ ქალებს. აგერ ქალბატონი თეორია გვესწრება, იდეის წარმომადგენელი, იდეები, როდესაც ჩაატარა გამოკვლევა, სადაც ეკითხებოდნენ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი პოლიტიკური აქტივობა? ეკითხებოდნენ როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს და მხოლოდ მამაკაცების 8% ამბობდა, რომ პოლიტიკური აქტივობა წარმოუდგენია პარტიის კუთხით, ანუ პარტიაში გაძებიანებით, აქტივისტობით და ასე შემდეგ, და მხოლოდ 5% ქალების ამბობდა, რომ მასეც ასევე საკუთარი თავი წარმოუდგენია პოლიტიკურ პარტიაში. რაღაცა სხვა იყო, ასევე სხვა მოსაზრებები. ანუ იმისი თქმა მინდა, რომ ეს 3% არ არის იმხელა პროცენტი განსხვავება, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ქალებს არ სურთ პოლიტიკაში მოსვლა. რა თქმა უნდა, არიან ქალები, რომლებსაც სურთ პოლიტიკაში მოსვლა და არგუმენტი ვერც ერთი პოლიტიკური პარტიისგან ვერ იქნება ჩვენთვის მისაღები, რომ ქალებს კი უნდათ კი გვინდა ჩვენ ბევრი ქალი გვყავდეს პარტიაში, მმართველ ორგანოებში პარტიის, მათ შორის არჩევნებულ ორგანოებში, მაგრამ თვითონ ქალებს არ უნდათ პოლიტიკაში მოსვლა. ეს არის აბსოლუტურად გამყარებელი სტერეოტიპული არგუმენტი. ესეთი არგუმენტი არ არსებობს. ახლა მეორე არგუმენტი. სურთ თუ არა ქალები ამორჩევლებს. სამწუხაროდ არ სურთ. იგივე ინდიას გამოკვლევებს თუ დავაკვირდებით, აი ესეთი, როდესაც კითხვა დაისვა ესე, რომ თუ არის ორი ერთნაირი კვალიფიკაციის და შესაძლებლობის კანდიდატი, ქალი და მამაკაცი, ვის დაუჭერდით მხარს? ანუ 19% ამბობს, რომ დაუჭერდა კაცს მხარს. ანუ და გაცილებით ნაკლები პროცენტი, 16% ამბობს, რომ დაუჭერდა ქალს მხარს. ანუ წარმოგიდგენთ 39% ამბობს დაუჭერ მამაკაცს, 16% დაუჭერ ქალს, დაახლოებით 40%-მდე ამბობდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა სქესს, ესეც არის რაღაც გარკვეული მიღწევა, რომ უფრო ცუდი მონაცემები ქონდა ხოლმე და რაღაცა რაოდენობას კითხვაზე პასუხი გაუჭირდა. ანუ აი აქაც ჩანს, რომ ამორჩეველი მაგალითად ქალს ვერ აღიქვამს სრულფასოვნად და ლიდერად და პოლიტიკოსად და ასე შემდეგ და მას ხმას არ აძლევს. და როდესაც ამ ინდიას გამოკვლევების მიხედვით კითხვა კიდე როგორ დაისვა, იცით? კი ბატონო, თქვენ დაუჭერთ ამ ქალს ან მამაკაცს მხარს, მაგრამ თქვენი აზრით გარშემოყოფები, თქვენი მეგობრები, ნათესაობები, მეზობლები და ასე შემდეგ, ანუ სხვები, ვისაც თქვენ იცნობთ, დაუჭერენ თუ არა ამ ქალს ან მამაკაცს მხარს. ანუ რა აღმოჩნდა, რომ ასეთ ვარიანტში ამბობენ, რომ დაუჭერენ კაცს 39%, ისე 39 და 6% ქალს. ანუ ესე იგი ქალებს არანაირი რესურსი, ანუ რომ შევაჯამოთ, ესე იგი 16% ამბობდა, რომ ქალს დაუჭერ და შემდგომ დასიზამეთ თქვენი მეგობრები ნათესაობები და ასე შემდეგ უკვე 6%-ამდე ჩამოვიდა. ანუ ქალის ამორჩევლის მხრიდან ქალის, ასე ვთქვათ, არის მინიმუმამდე დაყვანილი შანსი მოვიდეს პოლიტიკაში, მაგრამ აქ ისმის მეორე შეკითხვა, შეიძლება გამორჩეულმა ძალიან მარტივად თქვას, რომ კი ბატონო, მე დაუჭერ ქალს მხარს, თქვათ უნდა ის პროცენტი, რაც არის თანახმად ქალებს დაუჭეროს, მაგრამ დღეს პოლიტიკაში მოსვლის ერთადერთი ინსტრუმენტი არის პოლიტიკური პარტიები, ხო? სხვანაირად შეუძლებელი არის. ხა ძალიან რთული არის იმის ალბათობა, რომ დამოუკიდებელმა ქალმა კანდიდატმა შეძლოს მაჟორიტარულ არჩევნებში კონდეს შესაბამისი ფინანსური რესურსი და ასე შემდეგ, რომ მოიპოვოს გამარჯვება. ამიტომ შეიძლება იმ ამორჩეულობა თქვას, რომ პარტიებიც არ წარადგენენ ქალებს. პარტიები გვეუბნებიან, რომ კი ბატონო, მაგრამ თურმე ქალებს ამორჩეველი არ აძლევს ქვას.
ანუ ჩვენ ესე იგი რაღაცა მოჯადოებულ წრეზე დავდივართ და რაღაც დაახლოებით ისეთი ის არის, აქვია. ღვედის ამბავი რო იყო, რომ არავის არ გვინდოდა ღვედის გაკეთება, მაგრამ ეს კანონმა დაუვალდებულა ჯარიმების, ასე ვთქვათ, შიშით ყველამ გაიკეთა ღვედი. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ამაზე დეტალურად ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ის არის, რომ პოლიტიკური პარტია უნდა დაავალდებულოს რაღაცა კანონის ნორმამ, რომ ქალები რაღაც რაოდენობით ყავდეს სიებში და ეს გამოცდილება გვაქვს და ამაზე მოდით ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. ანუ განხილეთ ქალი, როგორც პოლიტიკოსობის, ასე ვთქვათ, სურველი და მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ ეს რესურსი გვაქვს, მოდით დღეს არავინ არ თქვას, რომ საქართველოში არ არსებობს ყველაზე მეტი 50 ქალი, რომელიც მზად არის პოლიტიკაში მოსვლისთვის საქართველოს პარლამენტში. და არ გააჩნია შესაძლებელი განათლება, შესაძლებლობა, რატომღაც გამოდის ხოლმე, რომ ეს რაღაცა იდეალური პოლიტიკოსის მოთხოვნები მხოლოდ ქალების მიმართ არის ხოლმე და არავინ არ ფიქრობს, როგორი მამაკაცები ყავს დღეს ჩვენ საქართველოს პარლამენტში, ან სხვა არჩევით ორგანოებში, გვაქვს თუ არა ესეთი მკაცრი კრიტერიუმები მამაკაცების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს ქალების მიმართ არის ხოლმე ესეთი კრიტერიუმები, რომ საუკეთესოდ უნდა იყოს, თუმცა მე შემიძლია გამოცხადო, რომ ამ კრიტერიუმებსაც ქალები დააკმაყოფილებენ და გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, პოლიტიკურ პარტიებზე. როგორ შეიძლება პოლიტიკური პარტია განიხილავდეს ქალს? პირველი ის არის, ქალი როგორც ამორჩეველი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე სამჯერ თუ 4-ჯერ მაქვს პოლიტიკური პარტიების კვლევა გაკეთებული და სამწუხაროდ ყოველ შემთხვევაში არ ვიცი ახლა რაღაც საიდუმლო მასალები და სტატისტიკა თუ არა ამ პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ არ იციან ხარდამჭერები. ელემენტარულად დავიწყოთ იქიდან, რომ წევრებს შორის არ იციან რამდენი ქალია, რამდენი კაცი და როდესაც ჩვენ უმეტეს პროგრამას ვახორციელებდით MDI-სთან ერთად, ვერავინ ვერ გვიპასუხა, ანუ სტატისტიკა პრაქტიკულად არ არსებობს. ნუ კარგით, არ იციან წევრების გენდერული სეგრეგაცია. ასევე არ არის მონაცემები ხარდამჭერთან შესახებ. რამდენი ქალი მხარდამჭერი ყავთ, რამდენი მამაკაცი მხარდამჭერი ყავთ, აღარ არის აქ საუბარი პოტენციურ მხარდამჭერებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც პოტენციურად შეიძლება გახდნენ პარტიის მხარდამჭერები, ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი რესურსია პარტია ყოველთვის იღწვის იმისთვის, რომ მეტი ამორჩეველი მოიძიოს, ხო? და მოიზიდოს და უკვე აღარ არის საუბარი ასე ვთქვათ, კამპანიებზე, რომელიც შეიძლება მიმართული იყოს მხოლოდ ქალი ამორჩევლების კონტინენტზე და რაღაცა ტიპის შეხვედრებზე თუ არ ჩავთვლით რაღაც 1-2 ისიც რაღაცა ორგანიზაციების მიერ, ასე ვთქვათ, ორგანიზებულ შეხვედრებს. ანუ პარტიებს სამწუხაროდ დღეს საქართველოში აქვთ ძალიან მცირე, ასე ვთქვათ, წარმოდგენა იმისა, თუ რამდენად არის მნიშვნელოვანი ქალი ამორჩეველი. აი ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე ვთქვათ, ხო? იქ ყოველთვის არსებობს ეს სეგრეგაცია. ანუ თუ მაგალითად ქალები არიან აქტიური არჩევნებში, ეს ნიშნავს, რომ დემოკრატებმა არჩევნები მოიგეს. ხო, თუ ქალები აქტიურები ვერ იქნებიან, ეს ნიშნავს, რომ რესპუბლიკელები მოიგებენ არჩევას. და აი ბოლო ობამას არჩევნებზე, თუ არ ვთქვი 52 ან 56 წლიდან დაიწყო პირველად აი გენდერული სეგრეგაცია ამორჩევლებს, ამის დათვლა. ჩვენ ეს არ აქვს, ხო, სამწუხაროდ საქართველოში არ ვიცით ოფიციალურად ასეთი განწყობები და ბოლო ობამას არჩევნებზე დაფიქსირდა ყველაზე დიდი განსხვავება ქალისა და მამაკაცის ამორჩევლების განწყობებს შორის. ანუ ყველაზე მეტმა 12%-ით მეტმა ქალმა დაუჭირა მხარი დემოკრატიულ პარტიას. ერთი საინტერესო მოსაზრება არა, ერთი ჟურნალი იმასაც წერდა, რომ მიტ რომნი, როდესაც იყო საარჩევნო კანდიდატი და წარმართავდა საარჩევნო კამპანიას, დაუშვა ერთი დიდი შეცდომა, ერთ-ერთი დებატების დროს, იგი რაღაც ბიზნესიდან მოვიდა, დებატების დროს თქვა, რომ ვაიმეო, მე ერთი ბანდერი ქალები მეყარაო ოფისში. ანუ რაღაც იმის აღსანიშნავად, რომ ძალიან ბევრი ქალი მუშაობდა მის ოფისში და ამბობდნენ, რომ ქალმა ამორჩევლება ეს ობამას ესეთი ასე ვთქვათ, არაპატიეს უკვე იმ პერიოდში საარჩევნო, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიები მიდიოდა იქითკენ, რომ რაღაცა გარდატეხა მოიტანა რომნის კამპანიაში და რაღაცა ისეთი ეთქვა, რომელიც ქალი ამორჩევლების გულს მოიგებდა, მაგრამ ვერაფერი ისეთი ვერ განხორციელდა, თუმცა ანალიტიკოსები იმას წერდნენ, რომ სამაგიეროდ ობამასო ქალებმა
საქმეს დაუფასეს ის, რომ როდესაც იგი პირველად გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, პირველ დოკუმენტს, რასაც მოუწერა ხელი, იყო ის თანაბარი ღირებულებების შესახებ და შესაბამისად ესეთი სხვაობა ელექტორატს შორის შეიქმნა ქალისა და მამაკაცის შორის და დემოკრატებმა მოიპოვეს გამარჯვება. სხვადასხვა შალდეგოლის ბიოგრაფია წერია ძალიან საინტერესო რამე, რომ არა დასაქმებული ქალების განწყობა და მხარდაჭერა შალდეგოლისადმიო ის ვეღარ დაბრუნდებოდა საფრანგეთის პოლიტიკაში. ანუ რისი თქმა უნდა ეს რაღაცა მაგალითები იმისთვის, რომ ქალ ამორჩევლებს და მათ განწყობებს და მათ არჩევანს შეუძლიათ არსებითი გავლენა მოახდინონ ამა თუ იმ პარტიის გამარჯვებაზე. ფაქტობრივად 2006 წელი იყო თუ 2008 წელი ჩვენ ჩავატარეთ გამოკვლევა თუ რა ფაქტორები ახდენდა ქალის არჩევანზე გავლენას. ისე როგორც მამაკაცის, ანუ გენდერულ საქართველოში კი. და ესეთი საინტერესო ეს ზუსტი ციფრები არ მახსოვს, მაგრამ რამდენიმე ციფრი მახსოვს, მაგალითად კაცების მხოლოდ 1.2% ამბობდა, რომ მის არჩევანზე გავლენას ახდენს მეუღლე, 1.2%, ამ დროს 11% ამბობდა, ანუ თითქმის 10-ჯერ მეტი, რომ ქალების რომ მის არჩევანზე გავლენას ახდენს ქმარი. ანუ 10-ჯერ მეტმა პროცენტულად ქალმა თქვა, რომ მის არჩევანზე გავლენას ახდენს ქმარი. და მხოლოდ 1.2%-მა მამაკაცების თქვა, რომ ის იყო მეუღლე. და იცით რა არის საინტერესო? უფრო მეტმა პროცენტმა თქვა, რომ მის არჩევანზე გავლენას ახდენს შვილი ქალებიდან. და თქვენი აზრით რა შეიძლება ყოფილიყო ის, რაზეც მამაკაცებზე ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ასევე პოლიტიკურ არჩევანებზე? ეს არის ძმაკაცები, მეგობრები და ეს რაღაცა მამაკაცური ლელე და ასე ვთქვათ, სადაც ეს მამაკაცი ტრიალებს, მათ ასევე თქვის, რომ ძალიან დიდ გავლენას. იქ იყო ესეთი ჩამონათვალი ცნობილი პოლიტიკოსის მოწოდება და ასე შემდეგ, ტელევიზია, უბრალოდ მედია და ასე შემდეგ. მაგრამ ანუ ეს გენდერული სხვაობები არსებითი, რაც მოხსნა იყო სწორედ ეს შვილები, ანუ გავლენის აგენტები, რა შეიძლება ყოფილიყო უმთავრესად გენდერულ ჭრილში, რამაც მოხდა საინტერესო სხვაობები. ეხლა ანუ ქალი ამორჩეველი ძალიან ხილით და ვთქვით, რომ პოლიტიკური პარტიისთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს აქ ზერელი წარმოადგენენ. მე ძალიან მაინტერესებდა როგორ აი საქართველოში რა ხდება, ვინმეს თუ ქონდა რაღაც მიახლოებითი წარმოდგენა და ერთადერთი ასე ვთქვათ ინსტრუმენტი, რომელიც ჩავიგდე ხელში, ეს იყო ერთ-ერთი ტელევიზიის exit poll-ები, ეხლა აღარ დავასახელებ, რომლის შედეგებიც ყველაზე მეტად დაემთხვა, ასე ვთქვათ, იმ შედეგებს, რომელიც საარჩევნო კომისიამ დადო და ამ exit poll-ის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ უფრო მეტ ქალს დაუჭირა ნაციონალურ მოძრაობას მხარი, ხოლო უფრო მეტმა მამაკაცმა დაუჭირა ქართულ ოცნებას მხარი. რა თქმა უნდა, ეს იმ ელექტორატიდან, რომელმაც არა აბსოლუტურ ელექტორატზე საუბარი, არამედ იმ ელექტორატიდან, რომელიც ამ ორმა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო დამოუკიდებლად. მეორე საინტერესო, ასე ვთქვათ, პარტიისთვის ქალი შეიძლება იყოს როგორც შემომწირული, ხო, პარტიაში. მე როდესაც განვიხილე ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, ასე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები გავდონოს უყურებდი. ამის შესახებ თქვენ ნახავთ პრაქტიკულად ვერ ნახავთ ქალებს. თუ ნახავთ ქალებს, ანუ ჯამურად რომ დავაჯამოთ მათი შემოწირულობა, ანუ არ არის არაფრის მომცემი საერთოდ პარტიისთვის არის იმდენად მინიმალური. ამიტომ ქალი როგორც შემოწირული პოლიტიკური პარტიისთვის არ არის საინტერესო. იმიტომ დღეს ქალებს სამწუხაროდ არ აქვს ფინანსური რესურსები, რომლითაც ისინი პარტიისთვის შეიძლება გახდნენ საინტერესო. თუ არა რესურსი შესაბამისად უკვე რამდენიც არ მინდოდეს შეიძლება ძალიც რომ მინდოდეს ამა თუ პოლიტიკურ პარტიას გაუკეთო რაღაცა შემოწირულობა ვერანაირად ვერ მოახერხებ. მესამე ეს არის ქალი როგორც პარტიის წევრი და ქალი რომელიც პარტიის აქტივისტი და ქალი თქვათ იგივე პარტიის მმართველ ორგანოში. აი ჩვენ პარტიები ხო გვეუბნებიან რომ ვაიმე ვიცით სიაში მე მინდა ქალების ჩასმა, მაგრამ სად ყავს ქალები? აი ხა წამოღებული მაქვს ჩვენი წინაპრება, სადაც დიაგრამაში მაგალითად ნახავთ რომ მათ მინიმუმ 30% წევრების ყველა პარტიას ყავს ქალი. 30-ზე ზემოთ.
ზოგ პარტიებშიც. ანუ იმაზე აპელირება, რომ ჩვენ არ აქვს ქალები ეს ცოტა სხვა მომენტია, ვიდრე ქალს, რომელსაც არ უნდა პოლიტიკაში მოსვლა, როდესაც არის პარტიის წევრი, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ პოლიტიკურ ამბიციას ნიშნავს, ხო? პარტიები ამბობენ, რომ ქალები არ ყავს პარტიებში, მაგრამ არიან წევრებს შორის, აქტივისტებს შორის და ასე შემდეგ. ჩვენ გავაკეთეთ კვლევა, როგორ არის პარტიაში ქალისა და მამაკაცის მიერ ფუნქციები გადანაწილებული და სხვათა შორის ახლა გამოვა ერთი სახელმძღვანელო EUTOS-ი, რომელიც ამ მეთოდოლოგიას ასე ვთქვათ გამოიყენებს სხვა პარტიებთან მიმართებაში. ავიღეთ სხვადასხვა ფუნქციები, რომელიც არის პოლიტიკურ პარტიებში და გადავანაწილეთ გენდერულ ჭრილში. კითხვა ესე იდგა, ამ ფუნქციას რაღაც კონკრეტულს უფრო ქალი აკეთებს, უფრო მამაკაცი თუ ორივე ერთად. და ახლა რა აღმოჩნდა? ბევრი ვინც ასე ვთქვათ სხვა შეკვეთებს ესწრება ხოლმე ამ თემაზე ხშირად ვსაუბრობ. ვინ ადგენს საარჩევნო სიას, რა თქმა უნდა მამაკაცი. ვინ აგროვებს შემოწირულობებს, მამაკაცი. ვინ გაგავს პარტიის თანხებს, ფინანსურ რესურსებს, მამაკაცი. ვინ წარმოადგენს პარტიის საზღვარგარეთ, მამაკაცი. ვინ წარმოადგენს ქალს მედიაში, ეს არის მედიასთან ურთიერთობაში პარტიას, უფრო ქალები. თქვათ იყო ესეთი შეკითხვა, საზღვარგარეთ თქვით მამაკაცები, ვინ არის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული ქალები, ვინ არის რაღაც ეგრეთ წოდებული შავი სამუშაოთი და რუტინული სამუშაოთი დაკავებული პოლიტიკურ პარტიაში, ეს აგიტაცია, ბროშურების დარიგება, რეკლამები და ასე შემდეგ ქალები. რა ხდება საარჩევნო ადმინისტრაციაში? საარჩევნო ადმინისტრაციაში ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ ორივე ერთად ქალები და მამაკაცები, მაგრამ აქაც არის გარკვეული სხვაობა, აი თქო საოლქო საარჩევნო კომისიებში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში რა თქმა უნდა ქალები ნაკლები რაოდენობით არიან წარმოდგენილი და ქვედა დონეზე საოლქო საარჩევნო კომისიებში უფრო დიდი რაოდენობით. ვინ მართავს პარტიას, აღმოჩნდა ქალი და ყველაზე საინტერესო და ეს მოყვას ყველაზე არგუმენტად იმისათვის, თუ რატომ უნდა იყოს ქალები პოლიტიკაში. ვინ რჩება პარტიის ერთგული, როდესაც პარტია კარგავს რეიტინგს და აღმოჩნდა რომ უფრო ქალები. და მე მახსენდება ერთი მაშინ რა ქვია, ძალიან საინტერესო წიგნი გამოვიდა, არ ვიცი თუ არა წაკითხული, აი შემოგვიდგა ესეც დაბადებული საბჭოთა კავშირში. ერნსტინი ძალიან რაღაცა პექოლო ხოლმე ხშირად, კახასიაზე რუსავიდა მოსვლა და იქ რაღაცები ამონარიდი არის, რომ ერთ პროფესორს ეკითხეს, რომ რატო არ შეხვედრით პოლიტიკურ პარტიაში, როდესაც შეიძლება მთელი ცხოვრება მოგეწყოდა. ამ კაცმა უპასუხა პროფესორმა, რომ მე კი შევიდოდი ამ პოლიტიკურ პარტიაში, მაგრამ სხვა პარტიებში გაქცეული ჩემი ძველი მეგობრების მზერას ვეღარ გავუძლებდიო. ანუ ქალებთან მიმართებაშიც დაახლოებით ასეთი რაღაცაა, ქალები უფრო მეტად არიან ამ პარტიებში, კაცები უფრო მეტად არიან პარტიებში შორის მიგრაციაში შენიშნულები და მართლა რო დავაკეთეთ, ხო? ქართული რეალობიდან გამომდინარე ნამდვილად ესია. ჩვენ იშვიათად ვნახავთ ქალებს, რომლებიც მიგრირებენ, უფრო რჩებიან პარტიის ერთგულები. დავით პარიჭეძე ერთხელ ჩამოსვიდა გადაცემაში ვიყავი სტუმრად და აი მითხარი რატო ხდება ეს, რომ რატო არის ქალი უფრო მეტად პარტიის ერთგული, რითი ამტკიცებ და რატო ხდება. ჩემი საზრით ეს ხდება, იმიტომ რომ ქალი არის უფრო მეტად პრინციპული, უფრო მეტად არის რაღაც კონკრეტული იდეების ერთგული, ან ამ პოლიტიკური კუთხით ვამბობ და უფრო მეტად არის შესაძლოა ლიდერის ერთგულიც. კონკრეტული ლიდერის ერთგული პარტიაში და ბოლომდე ინარჩუნებს ამ ერთგულებას, თუმცა იცით, აქ შეიძლება რაღაც განზოგადება ამისი არ შეიძლება ცოტა არ იყოს ხოლმე სწორი, იმიტომ რომ შეიძლება ქალები ვინაიდან ამ პარტიებში მაღალ, ასე ვთქვათ, დონეებზე არ არიან წარმოდგენილი, რაღაც ალბათობის თეორიით ესე გვეჩვენება, მაგრამ დამერწმოთ, ეხლა მე რაღაც რამდენიმე ქალი ავიღე, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტით გადავთვალე და მართლა ესეა, ანუ ქალებმა, რომლებმაც გამოიცვალეს პარტია, არიან თითზე ჩამოსათვლელები. ანუ ჩვენ ვნახეთ, რომ პარტიაში ქალი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, რესურსი და აქ არის პარტიის წარმომადგენლები, ბევრი და შეგვიძლია დაგვეწმუნდეთ, რომ ისინი ყველაზე დიდ სამუშაოს ატარებენ, რაც არის პოლიტიკურ პარტიაში. გარდა იმ სამუშაოებისა, რომლებიც თქვი ეს არის ფინანსური რესურსები, საარჩევნო სიების დადგენა და ასე შემდეგ. ამიტომ
პარტიისთვის ქალი როგორც წევრი, როგორც აქტივისტი და როგორც რესურსი, რომელმაც პარტიის გამარჯვება უნდა მოუპოვოს, არა რაღაც შემოწირულობის თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი. და როგორც გითხარით, ქალები პარტიებში არიან ძალიან დიდი რაოდენობით. მაგრამ ესე იგი ისმის კითხვა. თუ ქალები არიან პარტიებში, თუ ქალებს უნდათ პოლიტიკაში მოსვლა და ასე შემდეგ, რატო არ არიან ქალები პოლიტიკაში? რატო არ არიან სესიებში, განსაცდელებში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ჩემი მოკუთალებული მოსაზრებაა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ დღეს ჩვენი პოლიტიკური პარტიები ისევ და ისევ არ არიან. ანუ ჩვენ მე პროფკავშირებზე ვისაუბრე, ხო და ავიღოთ ჩვენი საზოგადოებრივი სექტორი, ანუ ეგრეთ წოდებული NGO-ების სპექტრი, ხო? ძალიან ბევრი ქალი არის ლიდერი. რატომ? იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ დემოკრატიული დაწინაურების, ასე ვთქვათ, მექანიზმებით არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ქალებს, ასე ვთქვათ, თამაშის თანაბარ პირობები და სუფთა პირობები აძლევს ქალს დაწინაურების უფლებას. არის ბევრი მოსამართლე რომ მოვიდა ერთ ბაშად ქალები. რატომ მოხდა? იმიტომ რომ იყო გამოცდები, აბსოლუტურად ესე ვთქვათ, კომპეტენტური გარემო და ჯანსაღი გარემო და ქალებმა გამარჯვებას მიაღწიეს. ანუ დაუბრუნდეთ, რომ ჩემის აზრით დღეს პოლიტიკური პარტიები გარკვეულწილად მაინც რაღაც დახურულ სივრცეს წარმოადგენენ, სადაც ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ შიდა პარტიული დემოკრატია გვაქვს. აი ამ კვლევას სწორედ ესე ქვია, შიდა პარტიული დემოკრატია გენდერულ პერსპექტივაში. ანუ ჩემის აზრით ეს ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელიც არის ნათელი ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად არის პარტია დემოკრატიული. მე ქალებისგან გამიგია ძალიან ბევრი ქალისგან, რომ პირდებიან იქნებიან საარჩევნო სიაში და ასე შემდეგ და მოსულა პერიოდი და საარჩევნო სიაში რაღაც სხვა ადამიანები აღმოჩნდებოდა ხოლმე. ანუ რისი თქმა უნდა, რომ მართალია ეს პარტიული სისტემა ჩვენთან არის მყიფე და ასე შემდეგ. ჩვენ პარტიებში არც ის გვაქვს მაგალითად, რომ არსებობს კულტურა, რომ საწევრო შეიტანოს პარტიის წევრმა. თითქმის არც ერთ პარტიაში საწევრო შეიტანები, რა თქმა უნდა, არსებობს წესდების დონეზე, მაგრამ თითქმის არავის არ შეაქვს. ეს რაღაცა პატარა მაგალითი და ამ პარტიებზეც უნდა ვთქვათ, რომ ანუ გამოდის რომ ვთქვათ, საწევროებით და დამოუკიდებლად ფინანსურად ფუნქციონირებადი პარტიები ვერ არიან. რა თქმა უნდა, პარტიების გარკვეულ ნაწილს კვალიფიციურ ნაწილს აქვს რაღაცა დაფინანსება, მაგრამ ჩემის აზრით დღეს პარტიაში არის ისევ და ისევ პარტიებში გაუმჭირვალე რაღაც დაწინაურების მექანიზმები, რაც ქალებს უშლით ხელს მოხვდნენ საარჩევნო სიებში და გამსვლელ ადგილებში. ახლა რა იგულისხმება ამ გაუმჭირვალე მექანიზმებში, ეს არის საკმაოდ რთული და ფართო ცნება, ამაზე ახლა კონკრეტულად აღარ შევჩერდები, მაგრამ ეს ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანუ აი ესე მე გიგვიყვებოდა მე და თეორიას, რომ როგორ დაიწყო მისი პარტიული მოღვაწეობა, ჯერ იყო აქტივისტი, მე რაღაცა სხვა ორგანოში, მე გადავიდა მე თვითმმართველობაში იყარა კენჭი, მე რაღაცა პერიოდი გაიარა, შემდეგ უკვე მოხდა პარლამენტში. ანუ აბსოლუტურად არსებობს რაღაცა აწყობილი მექანიზმი, რომელიც პარტიის აქტივისტს წერს და ასე შემდგომ რაღაცა აძლევს გარანტიას ვერ ვიტყვი, მაგრამ თანაბარ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ რაღაცა მოვიდეს რაღაც არჩევით ორგანოში, ხო? რა არის პარტიის ძირითადი მიზანი, რომ არჩევნების ხით მოიპოვოს ხელისუფლება. აი ჩვენ მე ამ მექანიზმებს ვერ ვხედავ და მე საქართველოში ყოველთვის მაინტერესებდა იგივე ქართველი პოლიტიკოსების პოლიტიკაში მოსვლის სცენარები, ქალების. უმრავლესობა ისევ არასამთავრობო სექტორიდან ხდება, ასე ვთქვათ, მათი პოზიციონირება და მათი პოლიტიკაში მოსვლა. და მე მინდა 2012 წლის პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით მე თქვა, რატო იყო საინტერესო? ეს იყო ქალთა წარმომადგენლობის მხრივ საინტერესო, იმიტომ რომ პირველად საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში დღესდღეობით საქართველოს პარლამენტში ყავს ყველაზე დიდი რაოდენობა ქალების. ანუ ამდენი დიდი რაოდენობა არ უსწრაფოა წინა პარლამენტში 2008 წლის 10 წლის მოწვევის პარლამენტში ყავდა დაახლოებით
6% ქალი. ეხლა გახდათ 11. ანუ თითქოს ჩვენ უნდა ვზეიმობდეთ და ვიძახდეთ, რომ რამხელა პროგრესია, როგორ შეიცვალა საზოგადოება და ამ სხვა სტერეოტიპი, თუნდაც ქალები მოვიდნენ, უიმედვაშე პოლიტიკური პარტიები გახდნენ უფრო მეტად სენსიტიურები და ასე შემდეგ. არავითარ შემთხვევაში ჩემის აზრით ვთქვათ, ეს არ იყო განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ ქალთა რაოდენობა გაიზარდა. ეხლა ჩვენ რა მოცემულობა გვქონდა არჩევნების შემდგომ. ანუ როდესაც თუ არ ჩავთვლით ერთი ქალი წავიდა სხვა პარტიიდან მეორე პარტიიდან დამოუკიდებელი გახდა და 2 თუ 3 ქალმა დატოვა პარლამენტი და ასე შემდეგ. ანუ ნაციონალურმა მოძრაობამ მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები მანდატები მოიპოვა, აბსოლუტურად შეინარჩუნა ქალების ის რაოდენობა, რომელიც ყავდა წინა მოწვევის პარლამენტში. ანუ ეს უფრო მეტად ასე ვთქვათ, მეტი ქალი ყავდა პროცენტულად. რაც შეეხება ქართულ ოცნებას. ჩვენ ამ თვითმმართველობის არჩევნებში შევხვდებით ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას ამ მხრივ და მაშინაც ალბათ იდგა მოიხსენებათ ქართული ოცნება კოალიციურ რეჟიმში გამოვიდა, სადაც რამდენიმე სუბიექტი, უпроსტოდ პოლიტიკური პარტია საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდა და შესაბამისად რაღაც კვოტირების სისტემები არსებობდა პარტიებს შორის, ანუ რეალურად ერთი სუბიექტი კი იყრიდა კენჭს, მაგრამ ბევრი პოლიტიკური პარტიის ინტერესი იყო ასახული, ხო? რა თქმა უნდა, რთული იყო ისევ და ისევ ბოლკურ სიტუაციაში ქალების გასვლა, მაგრამ ჩვენ რატო გაიზარდა ქალების რაოდენობა? პროპორციული მცირედ არც გაზრდილა და თითქმის იგივე მაჩვენებელია, რაც ჰქონდა. ქალთა რაოდენობა გაიზარდა მაჟორიტარი ქალთა რაოდენობის ხარჯზე. და როგორ მოხდა ახლა ქალი მაჟორიტარების ასე ვთქვათ, ნომინირება და გამარჯვება, უცებ ესეთი ვთქვათ, ქალები წარმოჩინდნენ, რომ მოიპოვეს გამარჯვება. მე გავაკეთე ამის ანალიზი, ანუ გავაკეთე, რომ ქალი კანდიდატის მიერ მიღებული ხმები შევადარეთ საარჩევნო სუბიექტის მიერ, იმ საარჩევნო სუბიექტის, რომლის მიერაც იყო წარდგენილი, სუბიექტის მიერ მიღებულ ხმებს იმ მაჟორიტარულ ოლქში. მაგალითად აღმოჩნდა, რომ ქალბატონმა ელისო ჩალფიძემ დაახლოებით 3 თუ 4%-ით მეტი ხმა მოიპოვა, ვიდრე ქართულმა ოცნებამ. ჩინჭარაზე იყო ესეთი ნაციონალური მოძრაობიდან გურიის ერთ-ერთ რაიონში, მაგალითად ქალი კანდიდატი მანანა, რომელმაც უფრო მეტი ხმა მოიპოვა, რამდენიმე პროცენტით, ვიდრე ნაციონალური მოძრაობამ. ქალბატონმა მანანა ბერიკაშვილმა ნაკლები ხმა მოიპოვა, მაგალითად, ვიდრე ქართულმა ოცნებამ. მაგრამ ეს სხვაობა არ იყო იმდენად შთამბეჭდავი, რომ ჩვენ გვესაუბრა, რომ უმე ქალი თუ არა კანდიდატი, ამას პარტიისთვის მოაქვს დამარცხება. არავითარ შემთხვევაში, თუ პარტია წარადგენს ქალ კანდიდატს, მაჟორიტარად ვიძახი, და ეს პარტია იმარჯვებს, კი გაიმარჯვებს ქალი კანდიდატი. შემდგომ არსებითი განსხვავებული მნიშვნელობა ეს ქალია თუ მამაკაცის, თუ ხა რაღაც ინდივიდუალური ფაქტორებზე ღირსებებს და ასე შემდეგ, აქ რა თქმა უნდა არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ მე ვიძახი სქესს. იქ სქესს არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია. და სწორედ ქართულმა ოცნებამ წარადგინა ბევრი მაჟორიტარი ქალი შედარებით და ამ ქალებმა გამარჯვება მოიპოვეს და ეს ასე ვთქვათ, ქალთა რაოდენობის და სწორედ ამ მაჟორიტარი ქალების ხარჯზე არის და ეხლა რამდენად განმეორდება იგივე ვითარება, რომ ესეთი დამფინანსებელი იყოლება მაგალითად პოლიტიკურ პარტიას როგორც ყავდა, რომლებიც ასე ვთქვათ, ამდენ მაჟორიტარს წარადგენდა, იმიტომ რომ მე მახსოვს ძალიან ბევრი მაგალითი, თუ ჩვენ რამდენიმე მოწვევის საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს გადავხედავთ, ნახავთ ძირითადად რა საქმიანობით, ასე ვთქვათ, დაკავებული მამაკაცები არიან ხოლმე პროცენტულად ვიძახი. ძირითადად მოდიან ბიზნესიდან და ასე შემდეგ, რომლებსაც გარკვეულწილად არ ამთვლიან თავთ რესურსი იმისა, რომ საკუთარი საარჩევნო კამპანიებში შემოწირულობაზე ვილაპარაკეთ, ხო? რაღაც გარკვეულწილად დააფინანსონ. და სწორედ ეს იყო, ასე ვთქვათ, ქალების ზრდის, ასე ვთქვათ, მთავარი ფაქტორი, აი ეს ქართული ოცნება და ანუ რაღაც მოძრაობა შორის ის და თუ ქართული ოცნება წარადგენდა ამ კანდიდატს, სონია ლოკარი ძალიან ბევრი შეიძლება ის ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი არის, სლოვენიელი, რომელმაც თქვა, რომ მე ჩემ პარტიასთან სულ მაქვს კონფლიქტია და რატო გაქვს მეთქე ეს კონფლიქტი, იმიტომ რომ წარმოადგენსო მაჟორიტარად, არ აქვს ხოლმე პრობლემაო, მაგრამ იმ საარჩევნოში, სადაც წინასწარ იცის, რომ დამარცხებას მოიპოვებსო.
და ნუ მეუთხარი მაშინ რა აზრი აქვს ესეთ კანდიდატად წარდგენას? ხო, კი ბატონო, მეუბნებიან რომ კანდიდატად წარგადგენთ, მაგრამ ვიცი რომ წინასწარ დამწერულია. ეხლა თუ ესეთი რაღაცას დავნერგავ, კი ბატონო, ბევრი ქალი კანდიდატი გვეყოლება. რაც შეეხება ეხლა ჩვენს 2012 ეხამდელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს რა შედეგებს მივიღებთ? სამწუხაროდ მე ვფიქრობ, რომ სიტუაცია არის არც ეს ახალგაზრდა შემდეგი მიზეზების გამო. მოდით საკანონმდებლო კუთხით რო ავიღოთ, მოგეხსენებათ ახალი თვითმმართველობის კანონი იქნა მიღებული, გარკვეულად რეფორმა ჩაატარა და არა იმ პირველობის სახით როგორც იყო გამიზნული, მთელი რიგი რაღაცები შეიცვალა, რაღაცები ასე ვთქვათ, დარჩა ისე როგორც კანონში იყო, მაგრამ რა მოცემულობა გვაქვს დღეს? გაიზარდა თვითმმართველი ქალაქების რიცხვი, ნუ ძველი თვითმმართველი ქალაქები ისევ დარჩა, ეს ბათუმი, რუსთავი, თბილისი და ასე შემდეგ. და რა, აი ამ კანონიდან გამომდინარე, რა შეიძლება იყოს ქალებისთვის სენსიტიური და მისაღები. პირველი ჩემს აზრით ეს არის ის, რომ გაიზარდა მანდატების ზოგადად რაოდენობა. დაემატა თვითმმართველი ქალაქები, ანუ ეს თვითმმართველი ქალაქები დაემატა უკვე ეს მანდატები, რომლებიც იყო მუნიციპალიტეტებში, მაგრამ შეიცვალა ასევე საარჩევნო სისტემა 10-დან 15-მდე გაიზარდა პროპორციული საარჩევნო სისტემის მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა. ანუ ეხლა რაღაცა ცოტა მათემატიკა უნდა მოვიშვიოთ. ანუ თუ ადრე დაახლოებით ჰქონდა 1600-მდე მანდატი საკრებულოებში, ეხლა იქნება 2000-მდე მანდატი. ანუ კონკურენცია რაღაცა ერთ ადგილზე გარკვეულწილად შემცირდა, ოდნავ, მაგრამ შემცირდა. მაგრამ აი დადებითი არის ის ამ არჩევნებისთვის, რომ პროპორციული სისტემით უფრო მეტი, ანუ თუ წინა საარჩევნო კანონის მიხედვით პროპორციული საარჩევნო სისტემის მანდატების პროცენტული რაოდენობა იყო 40%, თლიანად. შერეული საარჩევნო სისტემა იყო ნაწილს ვიჩერდ პროპორციულით, ნაწილს მაჟორიტარულით თვითმმართველობის ორგანოს წევრებს. ეხლა უკვე ეს გათანაბრდა, გაიზარდა პროპორციული მანდატების რაოდენობა და ეხლა გვაქვს 50-50. ანუ ადრე იყო 60-40-ზე, ეხლა გვაქვს დაახლოებით 50-50-ზე. და სწორედ ეს 10% არის გარკვეული რესურსი, რომელიც ქალებმა უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ მათი რაოდენობა გაიზარდოს. მაგრამ გვაქვს მეორე უკიდურესობა ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, რომლებიც ასე ვთქვათ, თლიანად როგორც ვთქვათ, დაასამარებს, მაგრამ ქალების როგორც კანდიდატების რაოდენობა, ასევე გამარჯვებულების რაოდენობა იქნება ძალიან მცირე. ანუ მაგალითები რომ მოვიყვანოთ, 2006 წლის არჩევნებში 8% იყო ქალები მაჟორიტარული არჩეული და 15% იყო პროპორციულით. შემდგომ არჩევნებში, ანუ 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში, წელს შემეშალა მოგონი თქვი, რომ პარლამენტის არჩევნები 2010 წელს ჩატარდა, 2010 წელს გადათვალე. ანუ 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში დაახლოებით 6.5 თუ რაღაცა 7%-მდე ქალები იყვნენ მაჟორიტარული სისტემით არჩეული და დაახლოებით 15 ისევ პროპორციული. და ანუ ეს რომ აი ეს სხვაობა რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ორჯერ მეტ შანსს აძლევს ქალებს, გარკვეულწილად იმუშავებს. მაგრამ აქ გვაქვს კიდე ორი ნეგატიური ფაქტორი. პირველი ნეგატიური ფაქტორი ეს არის იგივე ქართული ოცნების ბლოკური, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობა. ქართული ოცნების ბლოკური წარმომადგენლობა, სადაც ისე და ისე რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი ერთიანდება, შეუშლით ქალებს იმაში, რომ ისინი გამსვლელ ადგილებში იყვნენ სათანადო რაოდენობით. და მე უკვე ამ პროპორციულ საარჩევნო სისტემით გასული ქალების მიმართაც მაქვს გარკვეული უკვე ნიჰილისტური მითქმა, იმიტომ რომ მედიაში თუ გაიშხერა თუნდაც სამუშაო ვერსიებმა, ამათ თვითმმართველობის ორგანოში პარტიული სიების, ყველა სამუშაო ვერსიებში, ნუ ორი ქალი დაფიქსირდა ათეულში. კი, მაგრამ კანდიდატებს შორის, ნუ აი ერთი ქალი, ორი ქალი და ასე ვთქვათ, ასეთი მოცემულობა გვაქვს. და ეს სამწუხაროდ არის საკმაოდ საგანგაშო მოცემულობა და მეორე, რომელიც რა თქმა უნდა მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური, მაგრამ ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით არ არის არც ისე
კარგი არის პოლიტიკური ფრაგმენტაციის დონე. ანუ რაც უფრო მეტი პოლიტიკური პარტია შეება თვითმმართველობაში და ჩემი აზრით ეხლა უფრო მრავალპარტიული სისტემა გვექნება არჩევნების შემდგომ, ვიდრე ადრე გვქონდა, ეს რა თქმა უნდა ქალებზე მოახდენს ნეგატიურ გავლენას. ანუ რას გულისხმობ? რაც უფრო მეტი საარჩევნო სუბიექტი გადალახოს საარჩევნო ბარიერს, უფრო მეტი პოლიტიკური პარტია შევა და შესაბამისად იმ ქალებს, რომლებიც არ იქნებიან სიის, ასე ვთქვათ, სათავეში და იქნებიან სადღაც ბოლოსკენ თუ სათულ ადგილებზე, აი ეს იმ ქალებს დაუკარგავს შანსს, იმიტომ რომ უამრავი დიაგრამა ყოფილი, გაკეთებული სადაც ქალები ბოლოში არა გამსულ ადგილებში არიან კონცენტრირებული. თორემ ესე თუ არ გავაკეთებ, აზრი არ აქვს. პროცენტულად რომ დავითვალოთ ხოლმე სიებში შეიძლება ძალიან ბევრი ქალი იყო, მაგრამ ბოლოში აუცილებელი რო არის, რომ ვიღაცა ჩაწერო და მე ქალებს აუცილებლად ჩაწერენ ხოლმე და ამაშიც მე ვხედავ რისკს. და ხა კიდევ ორ საკითხზე ვისაუბრებ და დავამთავრებ. პირველი საკითხი იმუშავებს თუ არა ის ცვლილება, რომელიც შევიდა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ფინანსური წახალისების თვალსაზრისით და მეორე, ასე ვთქვათ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაღაც შედეგებს მივაღწიოთ. მე ისევ და ისევ ვამბობ, რომ მოგეხსენებათ ახლა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შემდეგი ფორმულირება არის. თუ წინა არჩევნებზე ამუშავდა მექანიზმი, რომ პოლიტიკური პარტიის სიაში, იმიტომ რომ იმისათვის რომ პარტიას მიიღო საბაზო დაფინანსებაზე 10%-იანი დანამატი, უნდა ყოლოდა მინიმუმ 20% განსხვავებული სქესის ადამიანი, ხო? და სხვათა შორის, ამან არ იმუშავა, მაგრამ ანუ რისი თქმა უნდა იქ იყო, ყავდა 20%, იღებ 10%-იან ფინანსურ დანამატს. ეხლა ყავს 30% ათეულში, იღებ 30%-იან ფინანსურ დანამატს. შეიძლება ზოგადად ეს არ არის ცოტა და რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ცოტა თანხა, დანამატი, ანუ მთლიან თანხაზე არ იღებენ, აი ერთ-ერთი მეტრო იღებენ საბაზისო თანხაზე დანამატს. რა თქმა უნდა, და შეიძლება ბევრი პარტიამ გამოიყენოს კიდევაც, მაგრამ სამწუხაროდ ესე და ესე ვიტყვი და მე თქვენ ნახავთ შედეგებს და ესეც იქნება. სამწუხაროდ ქალები ეს პარტიები ისე და ესე გამოიყენებენ იმისათვის, რომ ათეულში იყვნენ, როცა ჩვენ პარლამენტზე გვაქვს საუბარი, სადაც 15 კაციანი კი არ ასია, გაცილებით მეტი ყავს პროპორციული სიით, იქ თქვათ სიტყვის აზრი აქვს. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებში ამ ნორმამ იმუშავა, იმ მხრივ, რომ რამდენიმე პარტიამ ეს ნორმა დაიცვა, ხოლო ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურ მოძრაობამ, რა თქმა უნდა, ეს ნორმა არ დაიცვეს, უგულმოყოფილი იქნა, იმიტომ რომ თქვათ ეს დანამატი არ ვიცი საინტერესო არ იყო თუ ასე შემდეგ, მოკლედ ეს ნორმა იქნა უგულმოყოფილი. და ეხლა შეიძლება ნორმა გამოიყენონ, მე ეჭვი მაქვს, რომ ქართული ოცნება ალბათ ბლოკურ სისტემაში ამ ნორმის გამოყენებას ვერ შეძლებს, სხვა პარტიებმა შესაძლოა გამოიყენონ, იმიტომ რომ მესმის რაღაცა ინფორმაციები, მაგრამ ისევ და ისევ ვამბობ, რომ ესენი გამოიყენებენ თანხის მისაღებად და ეს ქალები არ იქნებიან გამსულ ადგილებზე, იქნებიან მე-7, მე-8, მე-9, მე-10, ანუ აი ბოლოში, როდესაც ეს კანონის ეს ნორმა უნდა შესრულდეს და ეს ქალები მიიღებენ, ამ ქალებს შეიძლება პარტია მიიღოს საბაზო დაფინანსება, მაგრამ ამ ქალებს ჩვენ ვერ მივიღებთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში. მე არ ვიცი რამდენად გაასწორეს, მაგრამ ამ კანონს აქვს ერთი ხარვეზი ამასთან მიმართებაში და მე ველაპარაკე იქ და მითხრეს რომ ამ ხარვეზს გამოასწორებენ, არც საარჩევნო კოდექსში და არც პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში არ ჩანს რა იცით, 15 კაციანია, 15 კანდიდატიანია ხო სია, რომ 15 მინიმუმ უნდა წარადგინო. რაღაც ესე არის და ანუ არ ჩანს, ვთქვათ 10-ში მე ბალანსი დავიცავი და მაქვს შემდეგ 7-იანი სია. აი ბალანსი როგორ ითვლება, ანუ კანონში საერთოდ ეს არის გაურკვეველი და თუ ეს ეხლა რაღაცა პროცედურა არ გაწერა, დამარცხებულეთ არჩევნების შედეგების გამოცხადების მერე გვექნება გარკვეული პრობლემები. მოკლედ სამწუხაროდ იმის თქმა მინდა, რომ ეს ნორმა არ იმუშავებს. სხვათა შორის დღეს გამოქვეყნეს რაღაც რომელიღაც ეს არის, რომ გაერბრაღეს დამატებით რეზოლუცია მიიღო თუ დოკუმენტი იმის შესახებ, რომ შემაშფოთებელია ის ვითარება, საერთოდ სოფლიოში საქართველოში არ არის საუბარი, რა ნაბიჯებიცო იდგმებაო გენერალური დანასწორების და ქალთა უფლებების დაცვის კუთხითო. მე მგონი საქართველოშიც გვაქვს რაღაცა მსგავსი
სიტუაცია. მით უმეტეს რაღაც ანტიდისკრიმინაციული კანონი შევიდა, რომელიც რამდენადაც ვიცი მთლიანად გამოიშიგნა და ის ძირითადი თეზები და ნორმები, რასაც შეიძლება ხელი შეეწყო, იქნა ამოღებული ჯარებები და ასე შემდეგ და ჩვენ ნამდვილად არ გვინდა კანონები იმის მიხედვით, რომ იყოს კანონები ფურცელზე, ჩვენ გვინდა კანონში ისეთი ნორმები, რომ ის ნორმები ჩვენ გამოვიყენოთ საკუთარი უფლებების დასაცავად, არა დასაბრუნებლად ალბათ. და რა შეხედავ გამოსავალს მე რამდენიმე ასე ვთქვათ ფაქტორი აი ბოლოს ვასრულებ რა შეიძლება იყოს ხო რა გვაქვს ახლა ქალის პრობლემები ეს არის სოციალური ეკონომიკური პოლიტიკური კაპიტალის არარსებობა ეს არის საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ეს არის პარტიები რომელიც ვახსენე პრობლემები პარტიებში დაწინაურების გაუმჭირველი მექანიზმები ეს პრობლემა გვაქვს ასევე ის რომ ელიტა იქნება ეს პოლიტიკური ელიტა თუ სხვა ტიპის ისტაბლიშმენტები ფინანსური და ასე შემდეგ არ მთლიანად მამაკაცების მიერ დომინირებული და მათ არსებობს ძალაუფლების გაზიარება მე დარწმუნებული ვარ რაღაც ექსპერიმენტი რომ ჩავატაროთ ქალი კანდიდატი რომელიც რაღაცა ბიზნესმენია რომ კამპანია დამიფინანსე მამაკაც კანდიდატს უფრო მეტად ასე ვთქვათ დაუჭერს მხარს თუნდაც ერთი და იგივე პარტიიდან იყოს აი არჩევანი რომ ისე რომ აი ამ პარტიიდან აი ესეთი სიტუაცია რაღაცა კანონის ფარგლებში დააფინანსე მამაკაცები ნაკლებად დააფინანსებენ ქალ კანდიდატებს და უფრო მეტად დააფინანსებენ მამაკაც კანდიდატებს ანუ ეს არის პოლიტიკური ისტაბლიშმენტი და ყველაზე მთავარი პრობლემა რომელიც არის ყველაზე არა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა რომ ჩვენ ქვეყანაში არსებობს არანაირი ძლიერი ქალთა მოძრაობა ეს მოძრაობა არის რაღაცა ფრაგმენტიზირებული ყველა თავისთვის აკეთებს რაღაც აქტივობის ხშირ შემთხვევაში ერთნაირ აუდიტორიასთან და ჩემის აზრით ამიტომ ესეც გვაქვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და გამოსავალს რა შევხედავ დღესდღეობით გამოსავალს ხედავ აი უახლოეს მომავალში ისევ და ისევ კანონის დონეზე გენდერული კვოტების გატანაში ასე ვთქვა და კანონის მიღებაზე რაც მესმის რომ რაღაცა ამ გადმოსახედიდან არის არარეალური მაგრამ თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ ჩვენ საქართველოს რაღაც აი როგორ ქვია იმას აქვია ზურაბაძეს აქვს ჯაზის ისტორიაში დაწერილი ზამბული თავი ჯაზის გარდაცვალება თუ გარდაფერცვალება ქვია და ესე ქვია რომ ერთი ნაბიჯი წინ ორი ნაბიჯი უკან და ერთი გვერდით ანუ დაახლოებით შეგვიძლია თქვა რომ აი დაახლოებით ასეთ სიტუაციაში ვიქნებით ესეთ ნაბიჯებს გადავდგამთ და ძალიან შორს ანუ ერთი ნაბიჯით წინ ორი უკან და ერთი გვერდით დავშორდებით იმ იდეალს ჩვენთვის იდეალს რასაც შეიძლება გენდერული თანასწორობა ერქვას მე რომ გითხრათ რომ დღევანდელ პარლამენტში რაც ესეც ვკითხულობთ რაღაცა დიდ რესურსს ხედავ იმისთვის რომ საკანონმდებლო ნორმას დაუჭირო მხარი მაგრამ მართალი გითხრათ ვერც რაღაცა ძალიან სკეპტიკურად ვარ მაინც განწყობილი რომ ამ ნორმას მხარს არ დაუჭერა შეიძლება რაღაცა მუშაობის შედეგად ეს ნორმა იყოს მხარდაჭერილი ანუ აქ საუბარია აუცილებელ გენდერულ კვოტირებაზე საკანონმდებლო დონეზე და როგორც ამბობენ ანუ შეიქა ანუ როგორ გითხრათ ქალთა სტატუსის მთლიან რეკონსტრუქციას მოახდენს ეს დადებითისკენ იყოს ჩვენ არ ვამბობთ რომ ანუ ეცით მე ძალიან ბევრი ამ კვლევის ძალიან ბევრი პოლიტიკოსმა მამაკაცმა მითხრა რომ აი მე თქვენ გინდათ იყოს გენდერული კვოტით არჩეული ის არა ქვია ქალი ეს ხო დისკრიმინაცია და მე ვუთხარ უკაცრავად თუ ჩვენ ცხოვრობთ იმ ქვეყანაში სადაც უნდა გავიმეორო სტატისტიკანების ყველგან სადაც მოხდები რომ 1116 გოგო შერჩევით აბორტის შედეგად არიბადება ანუ 1116 გოგო შერჩევით აბორტის შედეგად თუ აბორტების რიცხვი უფრო დიდია ხო უბრალოდ ადამიანი არ დაიბადა იმიტომ რომ გოგო იყო შობლება გადაწყვეტეს რომ ეს გოგოა და არ უნდა დაიბადოს როცა ჩვენ ცხოვრობთ ესეთ ქვეყანაში ასე ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში სადაც სახალხო დამცველის ანგარიშია ისახა რომ ქალი გოგო გაათხოვეს რაღაც ზეოხების საფასურად სადაც გოგონამ თავი მოიკლა ძალადობრივი ქორწინების შედეგად ხო მე მერჩევნია ვიყო დისკრიმინირებული კვოტით მოსული პოლიტიკოს ჩემზე არა საუბარს ქალი რომლებიც ამ პოლიტიკას შეცვლის და ასეთი შემთხვევები არ იქნება ხო რატომაც არა ბევრი ქალისგანაც გაიგო აი ეს არის რა ქვია შეურაცხყოფელია და ასე შემდეგ რატო თუ ჩვენ ჯერდი ეს არის პირველ რიგში მაკომპენსირებელი და არა დისკრიმინაციული ყველა ეცათ ეს არის მაკომპენსირებელი ნორმა
რა თქმა უნდა, საფრანგეთის კონსტიტუციაში ხშირად მოყავს ხოლმე, ხო, ის მაგალითად, როდესაც შედიოდა ნორმა კონსტიტუციაში მუნიციპალურ რჩეულებზე გარკვეული კვოტირება მომხდარიყო, იქ იუსტიციის საბჭომ უნდა მოხდეს ნებართვა, რომ კონსტიტუციაში რაიმე ტიპის ცვლილება შევიდეს და იუსტიციის საბჭომ ორჯერ დააბრუნა, რომ ესეთი ძალიან მარტივი ლოგიკით და კი ბატონო, ესეთი ლოგიკა მუშაობს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხი ვისაც აერჩევს, ის მოვა ამ თვე არჩევით ორგანოში და ეს კვოტა რა საჭირო, იმიტომ რომ ხელისუფლების წყარო ეს ხალხია და კი ბატონო ხალხმა აირჩიოს, მაგრამ ამის უკან ხო უამრავი სხვა ბარიერები და ფაქტორები დგას, რომლებიც და სწორედ ამიტომ ვიზახით, რომ ანუ კვოტა ერთ-ერთმა პარლამენტარმა ქალმა მითხრა სხვათა შორის ეს და ძალიან მოუწევია. კვოტა არის არა დისკრიმინაცია, არამედ ეს არის წართმეული უფლების უკან დაბრუნების საშუალება. და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი გამოსავალი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, ინფორმაციების და ქალთა განათლების და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვთვლი მაინც, რომ დღესდღეობით საქართველოში უკვე არსებობს ქალების იმდენად მომზადებული, განათლებული რესურსი, თუნდაც ის, რომ მათ ესმოდეთ რა არის პოლიტიკა და ჰქონდეთ რაღაცა ლიდერის ფუნქციები, სხვათა შორის აღმოჩნდა, რომ კვლევებმა აჩვენეს, რომ ლიდერი რაღაცა ძალიან ბევრი კვლევა განიხილეს მეცნიერებმა და აჩვენეს, რომ ქალი ლიდერი ისეთივე ეფექტური არის, როგორც მამაკაცი ლიდერი. მაგრამ ლიდერობის სამ ტიპს გამოყოფენ, აი ფემინურს, მასკულინურს და ამბივალენტურს. როგორც ქალი შეიძლება იყოს ასე ვთქვათ, მასკულინური მართვის სტილის მქონე, ასევე კაცი შეიძლება იყოს ფემინური მართვის სტილის მქონე. და ამბობენ, რომ სწორედ მაშინ არის ქალი და კაცი ეფექტური ლიდერი, როდესაც ეს ემთხვევა. ქალი აუცილებლად უნდა იყოს ფემინური სტილის ლიდერი, ის არის მაშინ ეფექტური და წარმატებული და კაცი უნდა იყოს თუ ესენი ირევა, მაშინ რაღაცა ეფექტურობა მცირდება ხოლმე. მე ხეს წარმოვიდგინე ეკონომიკაში გამოქვეყნდა მარგარეტ ტეტჩერის ხშირი ამბობენ ხო, თითქოს როდესაც ის მოვიდა გახდა პრემიერ-მინისტრი, დაიწყო ქალთა საკითხებზე, ჩვენ ვიცით, რომ მას არასდროს არც ერთი მინისტრთა კაბინეტში არც ერთი ქალი არ ყოფილა და აი ჟურნალმა ეკონომისტმა გააკეთა ესეთი რეიტინგი. ვართ ბედნიერები და არის ინდიკატორები უმუშევრობისა და ინფლაციის. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ბედნიერი ამ ხრივ, სადაც ეს იყო ყველაზე დაბალი, იყო მაგალითად ტეტჩერის ანუ ტეტჩერის პერიოდში იყო, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, პროგრესული მაჩვენებელი ამ ხრივ და დღეს თვლიან, რომ იგი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ლიდერი. მოკლედ, ეხლა რომ დავასხოთ, უბრალოდ რა შევხედავ მე გამოსავალს, უკვე ვთქვი, რომ ერთ-ერთი გამოსავალი ამ ეტაპზე არის ხო და კვოტები და ქალთა მოძრაობა რა შუაშია ერთმანეთთან. თუ არ იქნება ძლიერი ქალთა მოძრაობა, არ იქნება კვოტა და ამიტომ მე ამ ორ ფაქტორს შორის, ასე ვთქვათ, ვხედავ მნიშვნელოვან კორელაციას იმისათვის, რომ ქალები მოვიდნენ პოლიტიკაში და რაღაცა იმის ხო, რაღაც საინტერესო რაღაცა წავიკითხე, რომ თურმე ქალი კვლევა, როდესაც ჩატარდა, ქალი პოლიტიკოსები საკუთარი წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ხედავენ ბედნიერ შემთხვევას და მამაკაცები თვლიან, რომ წარმატებას მიაღწიეს მხოლოდ საკუთარი შრომის ხარჯზე. და ქალი ლიდერები აღმოჩნდა, რომ უფრო მეტად არიან რესურსების გადანაწილებით დაკავებული, ანუ თუ ბევრი რესურსი აქვს, უფრო არიან მიდრეკილები, რომ ეს რესურსები გადაანაწილონ სხვა ადამიანებზე, ხოლო მამაკაცები ამ რესურსებს კონკურენციისთვის იყენებენ უფრო სწორად, უფრო მეტად სხვა მოწინააღმდეგეებთან. და ალბათ ეს არის რა თქმა უნდა მართვის სტილზე აისახება, ჩვენ იმიტომ ვამბობ, რომ გამოცდილების არგუმენტი მე მიყვებოდა ესე რა ქვია, ჰაიფას ტექნოლოგიების ინსტიტუტიდან ერთი ქალი, აი ჩიკოვი იცნობს იმ ქალს, როდესაც ჰაიფას თვითმმართველობა მიიღო, გადაწყვეტილება რაღაცა კონსტრუქციასთან მიმართებაში თუ ასე შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ვერც ერთმა კაცმა ეს ტროტუართან დაკავშირებით იყო და ვერც ერთმა კაცმა ვერ მოიაზრა, რომ ტროტუარი სიგანე უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ
ქალს ხელშეკიდებული ბავშვით გაელო და გააკეთეს ისეთი ტროტუარი და მე ვფიქრობდი რომ ჰაიფას თვითმმართველობაში რომ როგორ ვერავინ ვერ მივხვდით რომ მარტო ადამიანმა კი არ უნდა გაიაროს ქალმა შეიძლება გაიაროს რომელსაც ბავშვი ყავს ხელშეკიდებული და თქვა შეიძლება ქალმა გაიაროს ერთით ეს არის რა თქმა უნდა ძალიან მარტივი რაღაცა ყოფითი საკითხი ხო მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბოლოს მე მინდა კიდევ ერთი თქვა და უკვე ვამთავრებ ალბათ უკვე შეგაწყინეთ თავი დღეს ძალიან ბევრს ასე ვთქვათ ტრენინგები ტარდება ცნობიერების კამპანიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მე მაინც ვფიქრობ ამ ეტაპზეც ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ რაღაცა საბაზისო ნაწილი და რითაც დავიწყეთ ძალიან ბევრი წლის წინ და უკვე მაგალითად რაღაც სექტორულ საკითხებზე სწავლებით და ცნობიერების ამაღლებით უნდა გადავდივდეთ მაგალითად ჩემი საზრით ალბათ თვითმმართველობის თანამშრომლებს თუ ვატრენინგებთ უნდა რა თქმა უნდა შეიძლება მინიმალური რაოდენობით რაღაც საბაზისო ვასწავლოთ გენდერი მაგრამ უნდა ვასწავლეთ როგორ უნდა გამოიყენოს ეს საქმიანობაში ექსკლუზიური დელეგირებულ და ასე შემდეგ ანუ საქმიანობაში როგორ უნდა მოხდეს ინტეგრირება სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვნახავთ დღეს ტრენინგებს რომელიც არის პროფესიული და სექტორული კუთხით არის ზოგადი საუბარი საერთაშორისო კონვენციების ფრიალი და ასე შემდეგ და ჩვენ დღეს ანუ ვერანაირი დღეს ცნობიერების ამაღლების კამპანია არ არის თუ რაც არის თუ კონკრეტული აქტივობა მიმართული რომ ეს გადავიდეს კონკრეტულ ასე ვთქვათ საქმიანობაში ვასწავლოთ კონკრეტულ საქმიანობაში როგორ მოხდეს საკითხის ინტეგრირება და არა რაღაცა ზოგადი საკითხებით შემოუფარგო და სამწუხაროდ მე ამას ძალიან დიდი გულის ტკივილი ვუყურებ იმიტომ რომ ჩავდივარ ხოლმე სხვადასხვა რეგიონებში რაღაცა ამ ხრივ ძალიან სამწუხარო სიტუაცია ხდება ხოლმე. მოკლედ ეს იყო სულ რაც მე თქვა, აღარ გავაგრძელებ საუბარს.